მოგესალმებით, მინდა გესაუბროთ დიასპორის საკითხებზე. მოგესალმებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა დიასპორასთან ურთიერთობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ძალიან დიდი ეკონომიკური სიძლიერე იძლევა იმის გარანტიას, რომ ქართული ეკონომიკაც გაძლიერდეს. სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეები წარმოდგენილნი არიან როგორც მსხვილი კომპანიების და კორპორაციების მფლობელები, ასევე მსხვილი კერძო ბიზნესმენების სახით. მათი შემოსვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათთვის პრივილეგიების მინიჭება. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მათი შემოსვლის შემდეგ შესაძლებელია მათთან დაახლოებული ბიზნეს პარტნიორების შემოსვლაც ქართულ ბაზარზე, რაც ქართულ ეკონომიკას ნამდვილად დადებითად წაადგება. ამის თქმის საფუძველს ისიც მიმყარებს, რომ სწორედ ეკონომიკის სტაგნაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ საზღვარგარეთიდან გზავნილების კლება გახდათ. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი დიასპორის ხელში არსებული რესურსების მხოლოდ მიზერულ ოდენობას წარმოადგენს ეს გზავნილები. ჩვენი და თავისუფლების დაცვის ცენტრის მოსაზრებით, სახელმწიფო უნდა იმუშაოს ინტენსიურად. უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული ინვესტორის, კონკრეტული ჩვენი თანამემამულის ინტერესის სფეროზე და შესთავაზებენ მათ საჭირო გეგმას და ხელსაყრელ პირობებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს სახელმწიფოებრივ დონეზე, რათა ჩვენმა დიასპორამ იგრძნოს პატივისცემა სახელმწიფოს მხრიდან. გარდა ფულადი ინვესტიციებისა, საჭიროა მოხდეს ინტელექტუალური ინვესტიციები. რა იგულისხმება ამაში? ამაში გულისხმობთ იმას, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იყენებს საკუთარ ნიჭს და ჭკუას საზღვარგარეთ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. შესაძლებელია, რომ ისინი ჩვენ სწორედ საქართველოს სხვადასხვა სფეროს გაძლიერებაში გამოვიყენოთ. ეს იქნება რეფორმების გატარება და ასევე სენსიტიური საკითხების მოგვარება.